ბატონებო და ქალბატონებო გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ჩემო ბატონებო ყველანი ჩვენ რადიო თავისუფლება 95 და 5 და გადაცემა რასთავარია ჯაპანას პაპანაკება ქრისტიანს და ბატონებო და ქალბატონებო ჭეშმარიტად აგერ არის ჩემი ძმა და მეგობარი და რა გითხრათ მარტო ჩემი ძმა და მეგობარი არა თელი სოფლიოსიც არა მაგრამ ნუ აი საქართველოს ნახევარი სოფლიოს მეგობარი ნახევარი სოფლიოს მეგობარია გიორგი გურგულია ჩემო ეს არის რეჟისორი რეჟისორი ჩვენ ერთად რეჟისორს ვსწავლობდით და სამსახიობოზე ჩემზე ერთი წლით დამლაბდა პატიჟული და ჩვენ ასე რომ ერთმანეთს დიდი ხანია ერთმანეთს ვისრო და ჩვენ გვისროლია უკვე ის არის ერთად ხო და აქედან ძალიან ბედნიერი ვარ გილოცავ ქრისტიანსგან ჩემო გიორგი ჭეშმარიტად აღდგა და მთელ საქართველოს და მთელ ქრისტიანულ სამყაროს ულოცავდა საოცარი აღდგომა გვაქვს რა დაემთხვა კათოლიკური აღდგომა დაემთხვა ებრაული პასექი რა ვიცი ხომ რამოდენიმე რელიგიის ზეიმი დაემთხვა ერთ დღეს და რა ვიცი იმედიცა გვაქვს რომ სოფლიო ალბათ შვიდობას დაისადგურებს იმიტომ რომ უფლისნებით გავიდა კიდე რომის პაპი წარმოიდგინე ბრწყინვალე კვირაში გავიდა და ვატიკანში არ დააგრძალინა თავი. ესე იგი, ესეც რანაირი ჟესტია, ხო? ესე იგი, რაღაცა ქრისტიანობის კიდე გამოყოფა. ერთ-ერთი პირველია სამხრეთ ამერიკიდან, რა. პირველი იყო მის სამხრეთ ამერიკიდან. მანამდე ყოფილა. თუ რაღაც ძალიან დიდი ბევრი საუკუნეების უბრალოდ როგორც ადამიანი ისე დაიგრძალა, უბრალოდ სასახლეთ და ეს დამდაბლობა რა ქრისტიანობაში გადადგომა უწევდა გაიგე გადადგა მაგის გულისთვის მაპაპის გულისთვის წინა პაპი გადადგა და გადადგომა წინა პაპის გაიგე ეგეთი რამე არის არა ეხლა მოხდა თურმე რაღაც მე-13 საუკუნეში და ეხლა მოხდა გადადგომა თავისი პირით უნდა მიიცვალოს რა ასე რომ მაგალ გადადგა ამის გულისთვის ის აირჩიეს და ეხლა მოდი ჩვენ დავიწყოთ ეხლა ჩვენ ძალიან თეოლოგიაში ნუ შევარდებით ეხლა ულოცავთ ხო ჩემო ბატონო დელეგული და სულით ბრწყინვალე კვირაში შევხვდით უნდა დავიწყოთ შენზე მინდა ვილაპარაკო ეხლა მე იმიტომ რომ გითხრა რომ შენ ვინახარ და რა ხარ მე კი ძალიან კარგად ვიცი კაცო მაგრამ საზოგადოებას უნდა რომ რაღაცა უფრო ისეთი ღრმა ისეთი უჩინარი ადგილები ახალ ბავშვობა რაღაცა როგორც ამოვიდა დედა ვინ იყო მამა ვინ იყო ბებია ვინ იყო ძმაო ხალბატონი დიდი ბებია შენი იყო კალისტრატე ციცაძის მრევლი შემოვადონო აქეთ მისი ევგენი მიქელაძის ის იყო შემოვადონო შენი ბაბუა მოსავლე და მოკლედ გვარი მოგდგავს და იდოლა გულგულიამდე მივივართ კაცო ეს ცალკე ადამიანი ეს საოცრება კიდე რა გითხრა მამუკა ჩემი იმიტომ რომ უკვე ჩემი და უკვე ამასთან დაკავშირებით მეც მოგვიყევი რა ხა აი მამაზე გვითარი დედაზე მე გადასარევად გუგზარისაც მაგათენაცოლო ჩემი თავი ვიცნობ და ასე რომ აი გითხარი ერთი-ორი სიტყვა როგორი იყო დედა სპარტანულად გზიდაო მამა რაღაცა მოუვიდა ჩიტები პროდუსერს რაღაც ჩიტება მოუტანეს ამბავი ეგრე იყო რა აბა თქვი ერთი-ორი სიტყვა მაგ ბავშვობაზე ნუ ბავშვობა ჩემ ბავშვობამდე ვიტყვი მაგათ ბავშვობაზე ესე იგი სადღაც პატარა იყო მამა ჩემი სადღაც დაახლოებით 9-10 წლის როცა ბაბუა ჩემი დააგავეს რა ანუ სამსახურში აიყვანეს და იქ მივიდა სახლში კონფისკაციაზე ჩეკა და ლესელიძეზე ქონდა ორსართულიანი სახლი ქონება ყველაფერი სხვადასხვა სამსახურში რომ დააკავეს ებრაელი კაცი მივიდა მარტო ერთადერთი თანამშრომელი და გააფრთხილა ჩემი ბებია რომ იქნებო რამე ქონება გაიტანოთო ყველაფერს აგართმევენო პურის ტალონები წაართვეს და წარმოიდგინე ომის დროს არაპური ანუ ვისაც ასახლებდნენ იმათ ჩვილებს ხოცავდნენ და ოჯახს წარმოიდგინე ჩიმშილით მაგრამ აი რაღაცა გადანახული ოქროს ნივთებით და რაღაცეებით გაზარდა დედა ბებიამ ინოლა და მამა ჩემი ჯო დიდმა წილმა ხალხში შემოვადო დიდმა წილმა რა გასაოცარი ის იყო მე ხა ინოლამდე სადამ მივად ხო დედას ხელოვნებისკენ არა ჩვენ სადამ მივად ეხა მოუყვები დედის მხარეს დედის მხარე იყო სამი დაიყვნენ ბებია ჩემის დები
იზდებოდნენ ასევე საკუთარ სახლებში, რამოდენიმე სახლი ჰქონდათ თბილისში და გუბერნანტკები რამოდენიმე ენა იცოდნენ, იმიტომ რომ იყვნენ გაზრდილები. გერმანელი ყავდათ ერთი გუბერნანტკა, მეორე ინგლისური ვწოდნე, რუსულიც თავისთავად და ფრანგულს და რამოდენიმე ენას სწავლობდნენ. ასევე მიიყვანეს ჩემი ბაბუა იმ მდგომარეობამდე, კაცი რომელმაც მამა დავითზე გამოიყვანა წყარო და დაკრძალულია ახლა ქაშვეთის ეზოში, თვითმკვლელობა დააბრალეს, მაგრამ რეალურად ქონება ყველაფერი წაართვეს და მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, რომ ოჯახს ერჩოდნენ უკვე და როგორც პავლო იაშვილმა იმედია რომ ეგრე სხვანაირად ქაშვეთში არ დაკრძალავდნენ რა და მისი მეუღლე ანუ ნაძეჟდა იყო ბებია დიდი ბებია ჩემი ის იმის გამო რომ თავისთავად ქმარი და ეღუპა და ისედაც ეკლესიურები იყვნენ და სახელებსაც ისე არქმევდნენ წმინდანების და ასე შემდეგ ეს სამი დის შთამომავლობა ვარ თენგიზ არჩუაძე იყო ერთ-ერთი სიძე ანუ ჩვენი და ბიძად მეკუთვნის უფროსი ტანიას ქალიშვილი ნელი ყავდა ცოლად თამარა ყავდა ინგლისური ვწოდნე საიდანაც დედაჩემმა ისწავლა ინგლისური და პირველი კლასელი იყო უკვე ბავშვი რომელიც უფროსებს ასწავლიდა ინგლისურს იმ დონეზე ფლობდა ინგლისურ ენას ბავშვობიდან მოგრე ჩენზე არის დათხოვილი იყო ხშირად ახალ ოჯახიშვილი ასე ბებიაჩემმა იცოდა გაცნობა ხალხის ადამიანებს ერთმანეთის გაიცანით გიორგი დავითი ოჯახიშვილები ეს კი რომ იცოდეთ რომ ეგ არის ოჯახიშვილი ეს გასაგებია მე კი ვიცი და კარგია ხო და ეხა ბაბუაზე უკვე ბაბუას ასევე მამა გადაუსახლეს და პატარა ბიჭი იყო დებთან ერთად დარჩა პატარები ვინც იყვნენ უფროსი ძმა შორაპანთან დახვრიტეს მატარებლიდან ჩამოიყვანეს ხო ეგ იყო სხვათა შორის გრიგოლ რობაქიძის უახლოესი ძმაკაცი და მისი ციგნები მქონდა მე ის 16-15 წლის ასაკში რა ციგნებს მაღალ მატერიებზე და ფილოსოფიურ რა ციგნებს კითხულობდა უკვე მივხვდი მე რა ადამიანი იქნებოდა ის თვითონ და გრიგოლის თვითონაც წერდნენ ჩვენ მქონდა სხვათა შორის ბლოკნოტი მაგ ბაბუაჩემის ძმის სადაც გრიგოლ რობაქიძის ხელით ჩაწერილი ლექსი იყო რომელიც მერე წაიღო ერთი კალბატონი მოვიდა რომ ხელნაწერების ინსტიტუტში წავიღებო და არ ვიცი მივიდა არ მივიდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ოჯახში ინახებოდა და ბევრი რამე და გალაქტიონი ჯოხი და ვაგონში დახვრიტეს კაცო ხო ასევე იყო იგი არ იყო ესე შეგოდია ბარდო შესაძერჭოდა ტერენტი გრანელი იყო ასევე ჩემი ნუგზარის დედის ან ბებიის გვირგველიები იყვნენ მღვდელი ყავდათ მაგათ ბაბუა და ცნობილი იქ რა და საოცარი სახეა ბაბუა ის კვირკველიები იყვნენ ზუსტად ტერენტი გრანელი იყო დეიდაშვილი ჩემი ინოლას დედის ეგ ნიჭი ინოლასის პოეზიის და ასე შემდეგ მუსიკის ანუ მაგასაც რაღაც საფუძველი ჰქონდა აუცილებლად ეს ტერენტი მოდიოდა ბებიაჩემი თვითონაც უჭირდათ უკვე რა გადასახლების მერე მაგრამ მამაჩემს უახსოვდა რომ მოდიოდა და სადილობდა ჩვენთან მასაც უჭირდა და საჭმელს უყოფდნენ ბიჭო ბევრ რამეზე უნდა ვილაპარაკო გიგუყული ხა მინდა ვილაპარაკო მომისმინდა ინოლადაც მინდა ვილაპარაკო სალკი მამუკაც მინდა გავის მოკლედ კიდე რა მინდა იცი რომ შენზე მინდა ეხლა რაღაც თითოეულის როგორ მოხვედი როგორ წამოხვედი ამ თეატრალისტებში რა გინდოდა როგორ მოხვდი იქა აი როგორ მოხვდი მანდა ხო იცი აი მანდ რატო გადაწყვიტე ეხლა ეხება ჩემ მამას იმიტომ რომ დაყავდა ულამაზესი და ნიჭიერი უწევდა სულ მისი დაცვა და მაგარი მოჭუბარი გახდა ამის გამო და მისდა ემგავდა ხო და თბილისში ერთ-ერთი ცნობილი მუჭის დამტყმელი კაცი იყო და ყველა რო პატივს ემ შენც კი პურტის დამტყმელი იყავი თუ რა ხო და მეც მზდიდა მაგ მიმართულებით ანუ ბავშვობიდან მავარჯიშებდა სერიოზულად ყველა სპორტზე შემიყვანა რაც კი შეიძლებოდა მახსოვს რაგზე რომ მეხვეწებოდი შემოდი თავი მარბენინებდა შაბათკვირას 15 კილომეტრს
წრეებს მარტყმევინებს და ზოგჯერ ლისის თვაზე, ზოგჯერ კუს თვაზე და თავის გზები ქონა სარბენი და ეგ იყო თაობა, რომელიც მთელი თაობა ვარჯიშობდა, იყო ლადო კოკიაშვილი, მაგის უახლოეს მაგაცებს ლადო რო ესიზმრებოდა, მამაჩემს ლადო დამესიზმრებოდა, ბედნიერი იღვიძებდა იმ დღეს. ფიზიკურად კაი ტიპი და ჩქარი ტიპი რო იყავი, კარგად ჩხუბობდი, რაღაც ეს არ იყო სიცხვილი. როგორ იყო? ეხლა რაღაც სულგოლია რომ სიცხვილია, ეგ ჯამთელი რო იყავი რაღაც ადამიანი. სურო, ხო, ვარჯიშობდი და. ხო, აბა ეხლა. მე დამარქვეს გიორგი. ლეპტოპები რო არ მქონდა, სულია. ეკლესიური ოჯახი ხო ვიყავით. გიორგი რო დამარქვეს, ის დიდი ბებია სულ მეყვებოდა რომ წმინდა გიორგი იცავდა ხალხს, გაჭირვებულებს ეხმარებოდა. ურჩხულისგან დაიხსნა ქალაქი და ქვეყანა და მოგრეთ წყალი და ასე შემდეგ გადაარჩინა მზეთუნახავი დედოფალი და ასე შემდეგ. ხო და ნუ ეს ხო ლეგენდებად იყოლებოდა და ნუ მეც მამა მავარჯიშებდა და მეც გადაწყვეტილი მქონდა რომ სუსტი გოგო ქალი ბავშვი მოხუცი უნდა დამეცო. ოღონდ იმასთან ერთად ძველ ბერძნულად ხო იცი? მე მაგალითად გიორგა რაგზე რო შევიყვანე, თან ფლეიტაზე შევიყვანე. გაიგე ფლეიტას უკრავდა და ძველ ბერძნულ ამბავში მაგალითად. არა, სკოლასებში ჩვენ თუ გახსოვს, პირველად რომ მიდიოდი იწყებოდა ჭიდაობით. რო გაესინჯეთ როგორი ბიჭი იყავენ, მაგრამ ჭიდაობ, როგორ ჭიდაობ და მე ვისაც ეჭიდავებოდი, ის ხდებოდა შენი ძმაგაც პირველ, ვინც მიგიღო კლასში. ანუ ის იყო ატამანი და შენ უნდა დაჭიდებოდი. მაუგლის წესები იყო რა, მოკლედ. დაჭიდებოდი და მაგრამ ეჭიდებოდი მე და ისინი სულ ყველა რატიერაძე პირველ დღეს ვიჭიდავენ, ჩემი ძმაგაცია დღემდე და მომყვება და ესე ყველა კლასში ბევრი სკოლა გამოვიცვალე ამის გამო რომ ბევრი რატო გამოიცვალე ბევრი სკოლა? ბევრში დავდი და იმით. ხო, რატო არ სვამო? დაჭაგრულებს ვიცავდი. რატო არ სვამო? რატო არ სვამო და იმიზა რომ უგსვამდიო? და იგი არის რა, მოკლედ შემობატონო შენ. მოკლედ მე კარგად ვიცი. რა გინდოდა მე თეატრალურ ინსტიტუტში ეგ მითხარი, რატო გადასვლა? სადღაც მერვე კლასში რა, ნუ მე დაჭრაც მომეწია ფილმში დანა გამარტყეს, მეგობრებს ავყევი ეგრე სადღაც. მინდოდა რომ მშვიდობით დამთავრებულიყო და მოხდა ისე რომ დაჭრეს ვიღაცა, მე შევარდი ის გამოვიყვანე, სანამ გამოვიყვანე ჩემს მაგას ნიკუშა ჩანტალაძეს დაუწყეს ცემა და იქ შევარდი და იქ უკვე დაგვეხუია ერთ 60 კაცი, მაგრამ ვიტრიალეთ, ისიც წყალბურთელი იყო მეც და ვიჩხუბეთ, მაგრამ არა მე ჩაუტეხეს ნეკნი და ზურგი გამეხსნა, რომ გამეხსნა დავინახე დანას ურტყალან ხელი უკარი და ეს დანა შემთხვევით თუ როგორც იყო გადარჩა. ხო, უფალმა გადამარჩა. უფალმა გადარჩა. არა, ერთხელ ახლა გადარჩენილი უფალის, აი უფლის. კი. მე და ამან იმოქმედა, ეხა ამან ბაბა რომ რაღაცა უცებ ხელოვნება. არა, დავფიქრდი, რაღაცა ავტორიტეტი. ჯერ არ გიცნობ. სუდი ავტორიტეტი. ახლა ჯერ არ გიცნობ და დრო არ გვეყოფა თო, არ მოიგე. ჯერ იქ არ მივსურვებ რომ ჯერ რომ გაგიცა. და მე რამდენი გავიდა. რაღაცა ავტორიტეტი დამიგროვდა ამ ქუჩაში, ამ დაჭაგრულების დაცვით თუ რაღაცით და მივხვდი რომ ხალხს კი აღარ უყვარვა რიდი აქ. და რაღაც მომენტში ეშინიათ, რომ არ გაუბრაზდე რაღაცაზე თუ არ მეწყინოს და დაბადების დღეზე ვიწვი რომ რა კაი ფირფიტა ამ ჩუქნიან. ხო ხტები რაღაც პრივილეგიებით სარგებლობ და მივხვდი რომ ეს დომინანტი ხარ. ხო, წმინდა გიორგის გზა არ არის მთლად ის რაც მე მგონია რა, რომ ეს ადამიანებს იცავს და ის არის რაღაცა გიგანტი. და ჩავეკითხე უკვე დიდბებიებს, მივაკითხე, მე უთხარი ბიოგრაფია მომეწით, წმინდა გიორგი ლეგენდებს რომ მიყვებოდით. მე უთხარი ვინ იყო, საიდან მოდის ეს ლეგენდები და მომწეს წიგნი და მივხვდი რომ ყველაფერი არის პირიქით რა. რომ ის იყო დაუმარცხებელი მთავარსარდალი და პირიქით წამოვიდა, იწამა ქრისტე და რის გამო გადაუდგა ჯარი. რატო უჩივლეს ბიძაშვილთან მეფესთან. რო ქრისტიანობის გამო აგზალინებდა მტერსაც ბიჭო დახოცილს. და მტერი 10 ჯერ მეტი იყო დახოცილი, ესენი თუ 1000 კაცი კვდებოდა 10000 მტერს კლავდნენ. მაგრები იყვნენ. ხო და უწევდათ მტლების მარხვა იმათიც. ქრისტიანულად ხო ყველა უნდა მიწას მიაბარო.
და რაღაც რელიგია მიიღო მეფეს უთხრეს და გვამარყინებს იმათო ჩვენ დღეს ხო არ გაგიჟდაო და მთელი კონფლიქტი არის დაწყებული თურმე წმინდა გიორგის იმით რომ მე იყო ქრისტიანი როგორ ყოფილი გახადე რაღაცა ეს დავაბრუნე ანუ ჩემში წმინდა გიორგის ცნება და სულ სხვა გზა ავირჩიე და მე მგონი სწორი გზა ცოცხალი რო ალბათ და თქვენ გვერდზე და ციხეში არ ვზივარ და რაღაც უბედურებაში არა ვარ ხო ალბათ ზუსტად ეგ გზა იყო არჩეული რომელიც ღმერთმა ხო ბაბა ეს გიჩევდია ხო ესე ჯობია სიკეთე სიყვარული შერიგება არა იმ სახე აბა ის რო ყოფილიყავი არა შედო ეშინია ჩემ რაც მე ურჩხულს მოკლავ მეტი შენ რო ხდები ურჩხულ ზედ გოგა გიო ზედ გიო ხო ზედ გიო არა ზედ გიოებს არ დამაშობს მაინდა ეხლა მე მინდა ბიჭო ამასთან დაკავშირებით ეხლა პირველი შენი ფილმი იყო მახსოვს ბიჭო 3 დღე რა ქვია 3 ამბავი ტელეფონი 3 ამბავი ტელეფონი პატარა ბიჭირო ხარ სად პატარა არა პირველი ფილმი ეგ ამდენი სახარ ჩაბარებული გაქვს უკვე ის პირველ კურსზე ვარ 18 წლის ვა მე მეორეზე ვარ შენ ზაფხულში გადამიღეს პირველი კურსი დავხურე ზღვაზე ერთი აგი გადის კადრები ეგ გაუში ხო აგი რა პატარა რა მაგარი და კოჩორი რო ქონდა ჯაგარივით ისეთი კოჩორი ქონდა მაგარი როგორ მოხდი მე ამ კინოში მან როგორ მოხდი ნარგიზა გარდამხაზე მოვიდა ინსტიტუტში და ეგ ისი რა პერიოდია ნუ ეს ინსტიტუტში იყო ლაკაზე შენ ლაკაზე მე ლაკაზე მუშაობ ამ დროს ლაკაზე იყო მოსული ჩემთან ალიკო და შენ როლზე იყო საუბარი ჩემთანაც ხო და ამ დროს მოხდა რომ ნარგიზამ დამიძახა მე და ალიკო მეგრევე ჯაპანაზე და შენზე ფიქრობო ესე მითხრა და არ ვიციო ძმაკაცები როგორ დავალაგო და ეს და მე ვთხარი იფიქრე მე რაღაცა როლიც ისა აი ელა სწორი იყო ეგ გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეხა ორ კინოში ერთად თამაში არ მოსულა. ჯობია ეგრეც, მაგასურად როგორც ხდება. გავიყო. და ყოველთვის ეგრე იქნება, შეგიძლია. გავიყო, შემოგევლო და მომისვიდე ეხლა რა მინდა კიდე, რა მაინტერესებს. ეხლა ვილაპარაკოთ იმასთან დაკავშირებით, ეს გადაღებები, რომ ეს პირველი გადაღებაა. მაგრამ მე ეხლა არ მინდა რომ გამომჩე, ძალიან მინდა ქალბატონ იდეოლაზე, მამუკას ალუკვაძეზე 1-2 სიტყვა ვთქვა. რაღაცა ეს ადამიანები ჩემთვის არიან რა გითხრა ეხლა ინოლასთან მე არ მქონია შენ როგორ გახსოვს ინოლა გიო ეხლა მამუკასთან ვაკაცობ ინოლა ბავშვობიდან ეხლა წარმოიდგინე უმამოდ იზრდებოდნენ და ბებიას მე ფილტვის სიმსივნე დაემართა და არ ვიცი მე იგივე დაემართა ინოლას და მამუკას რა და ეს სადღაც მიღებული არ ვიცი ჭვარტლის გამო იმის გამო რომ სადღაც ცუდ პირობებში იყვნენ ნავთის გამონაბოლქვის თუ რისი ბრალი იყო ეს რაღაცა ინოლაზე თითქოს გენეტიურად გადავიდა და ბავშვს ნუ ის ადამიანები ვინც ფუფუნებაში ცხოვრობდნენ უცებ აღმოჩნდნენ სადღაც ჭაობი მაშინ მამაჩემი როგორ ყვება ვაკეს ფალიაში ლესელიძიდან წაართვეს სახლი კარი და ფალაშვილზე იყიდეს რაღაცა პატარა აგურის სახლი და ვაგის პარკი იყო ჭაობი მეცხრე საავადმყოფოსთან ტრიალდებოდა ტრამვაი და ეგ იყო დასასრული თბილისის იქით იყო უკვე სოფლები, სოფელი ბაგები და ძროხები, ამბავი და მაწონი და იქიდან შემოდიოდა. ხო, ეხლა მაგაზე დრო არ დავკარგოთ, იმიტომ რომ მას ხალხი არიან ისახსოვთ, ეგ იქ რო იყო თბილისის შემოსასვლელი, ლენინის მოედანთან იქ ისვარ. ხო და შემდეგ მითხარი და მე ამასთან დაკავშირებით ეხლა რა მინდა იცი რომ გითხრა ნუგზარი და ინოლა სულ აი გიждები ამაზე ბიჭო ესე იგი აქეთ დათვა და გაბიჯა ყურზე ფეხი და იქით ნუ ეს არა რა თქვა სიმართლე დავიბიჯე რა სულ მუსიკა იყო ჩემს სახში და ბებია მეც დავიბიჯე მოსაშვილზე რო ცხოვრობდი რა ანუ ბებია ბობიკვენა სადაც გავიზარდე მოსავლეები ყავდა ძალიან მაგარი პიანისტი იყო და დილის 7 საათზე იწყებოდა გამები და ნუ მასმენინებდნენ რას დავიბადე მთელ კლასიკას მუსიკას 5 წლის ვიყავი რომ ცნობდი აბსოლუტურად ვინ იყო მოცარტი ლისტი
ბახი, ბეთხოვენ ბავშვი, ცნობდი, ანუ ყური მქონდა განვითარებული, მაგრამ იმდენად ბაბუაჩემის სკრიპაჩი იყო მატარეს სკრიპკაზე, ფორტე ყველაფერზე მატარეს. ამ ნოტებს სადღაც შევჭრიდი, გავარბოდი ფეხბურთს თამაშობდი და ნუ ვიყავი სხვა მიმართულებით, რა უფრო სპორტულისკენ მეტი მქონდა. მე მაგაზე არაფერზე არ მატარე. მე ძალით დამამთავრებინა ბაბუაჩემ. რატო გვესწავლა რაღაცა ვიცი? ბაბუაჩემზე ვილაპარაკოთ ილიაზე. რომელმაც მეცხრე მუსიკალური შექმნა და იყო რეზულაღიძის უახლოესი ძმაკაცი. ერთად წამოვიდნენ ევგენი მიქელაძესთან ერთად ჩამოვიდნენ თბილისში. ევგენის სკოლა მერე რო დახვრიტეს ევგენი და მაგის მერე რაიონებში იარა რომ დაემალა რომ ევგენის სკოლა და სკოლა მაინც არ დაშალა. რომ მოვიდა რაღაცა დრო და ცოტა სტალინის გარდაცვალების მერე ჩამოიტანა ეს სკოლა თბილისში და მეცხრე მუსიკალური დააარსა ვერაზე, რომელიც დღესაც არსებობს, უფასო სკოლა, მხოლოდ ერთია, რომელიც სახელმწიფო დოტაციაზეა და ეს არის ევგენი მიქელაძე. ყოველ დღე რეზო ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე ეს ერთად ცხოვრობდნენ მოსაშვილზე კომპოზიტორთა სახლი. გოგი იცი კვერნაძე ჩემი ბავშვობის საბავშვო ბაღის მაგაცია სხვადასხვის დიდი გრეჩი გაგიმარჯოს გოგის ენაცვალე გოგი კვერნაძე გაგიმარჯოს გაგიმარჯოს მაგარი ბიჭი გრეჩი ხარ დიდი ჩვენი ჯგუფელია მე და გოგის ბაღის ჩუკი ამირეჯიბი ირაკლას ძმა ჩვენი ძმები ეგენი ძალიან ბევრი ხარ რომ მოყვე მთელი არა გაჩენდი დრო აღარ მექნება გაჩენდი ხა მასალე სხვა გავიზარდი ამ გარემოში და ამ ბაბუაზეც უნდა მეთქვა ეს იყო სკრიპაჩი და მე დამამთავრებინეს სხვადასხვის 8 წლედით ამთავრებული მაქვს ქსილაფონის მიმართულებით ყველგან გავზევით რომ მიხდნენ რომ ვერაფერზე ვერ მატარეს და სმენა მაინც მაგ და ნებისმიერ ამას ამ ჯოხებით ავკრიფავ დამამთავრებინეს ეგეთი რაღაცა ხო უნდა დამამთავრებინა ბაბუაჩი. კარგია მე მაგის სუდი არ არის შეუბადო. ახლა ჩვენ იმაზე ვილაპარაკობ როგორც ვატყობ მე აქ იმდენ დროს დაბაკარგინეთ რომ თავა რაღაცები დამრჩება გვერდში. მაგალითად მინდა რომ ვილაპარაკოთ კიდევ იმ თემ ნუ ლაკონური იყავი ყველა რასაც გეტყვი იყავი ლაკონური. მოკლე. ხო მოკლე რა იყო. ამიტომ მაინტერესებს ხვალ ბიჭო ხალხს აინტერესებს. მე კი ვიცი თორე მე ილაპარაკი ვიცი მაგ რომ გავიცი გამბები უმეტესობა რა ხალხს აინტერესებს ვიცი ზუსტად. არის ეხლა მე მინდა უსაშველოებზე მივიდე კიდე ბიჭო ის ბავშვი რა ამბავი ატყდა იმაზე. ხო და ჯერ მინდა დავიწყო თავარი იმით რომ ეხლა მართლა ესეთი ჩვენი ძმა და ანჯიკა ლევან ანჯაფარიძე ჯერ აქედან დავიწყო ლევანამ გამოსაშველოებით ჯერ გაიჩნდა ორმაგის სახე ძმაო ეს ორმაგის სახე ხო მაშინ რაღაცა ძალიან ისეთი ავარდა რა ატყდა ერთი ამბავი არ იყო ქუჩაზე ეგეთი ფილმი ერთი ლაკა იყო მსგავსი ლაკა იყო ის ადრე იყო კიდე ხო მაგი რა 82 წელი 10 წლით ადრე იყო ის გაიგე და ისეთი ამბავი იყო იქ სხვა ამბავია აქ ეს ქუჩური და ეს ვაფშე ამბავი დალაგებული გაკეთებული შედიერი φιλმი. ანჯიკ მოგიკითხავთ აქიდან შეგედაცვალე ანჯიკო უნდა მოგიწვიო რა შემოგევლე შეგიძლია. აუცილებლად. რაღაცა უნდა მოხვილე ხე ეს კიდე იმ ხელა ოჯახიდან მოდის. ასლაპარაკო ისეთი ოჯახიდან მოდის. ტელეკინემატოგრაფია. ფელინის ამის ბიძა და ანტონიონიც და ყველა. გიაც და ყველა. ხო, სულ გედაცვალე კოცლი შედა. როგორ ამბავი ახლა როგორ გახსოვს ახლა ამ ორმაგ სახეზე გითხარით ის ვიცი ახლა მოუყევით თუ კიდე ხალხი ტრუბაზე რო ვაძვერი კიბით რო არახვედი და მესამე საქმიდან რო გადმოვარდი და თავით რო დაესი და მეორე დღეს რო მოხვედი მივაში რა ქვია მესამე სართულიდან მესამე სართულიდან თავით დედა ბიჭო ხო და ცოცხალი რო ვარ დიდება უფალს მანდაც რაღაცა ანგელოზის ფთა არსებობდა რაღაცამ შემამსუბუქა არ ვიცი რაღაცამ გადამარჩინა ალბათ ეგ ფილმიც უნდა დამთავრებული იყოს საცუდაობა იქნებოდა ეხლა მე ფინალისტკენ რომ დაუღუპულიყავი ის კი არა მე ვსვაპირებ მე თამაშობდი რაღაცა იმიტომ შემოიყვანა ხო იცი ლევანა მცხრები და რაღაცები ვფიქრობ მე რომ ნორმალური ვერ დავრჩები ტვინის დაჟეჟილობა და არ გახსოვს ძალიან მძიმედ ვიყავ მაგრამ დიდება უფალს აგზივარ და საუბრობ დღესაც და მოკლედ მაგ კინოსთვის ერთი სიცოცხლე გაღებული მაქვს ასე შეიძლება ითქვას კიდე კაი რომ იმ კრიშიდან არ გადმოვა რა გავლენდა იქონია იმაზე ველაპარაკია ვაში აბაკა ორმაგ გავლენა იქონია ძალიან ბევრი ჯერ ეს ერთი ძალიან ბევრი მამა შვილი შემხვედრია მამები შემხვედრიან და
უთქვია რომ ამ ფილმის მერე ჩემმა შვილმა სხვანაირად დამინახა, სხვანაირად დამიძმაკას და სხვანაირად შემომხედა. და სასაული მოხდა ერთი რამე რომ ღამე ფალიაშვილზე მანქანას ვაჩერებ და დავინახე მეორე მაშინ ორმხრივი იყო ფალიაშვილი იქით მიდის რა ტაქსის გოლი და უზის ადამიანი სადღაც გეგეშიძის ბაღთან დგავარ გააჩერა უცებ ძღოლ ჩამოაგდო ადამიანი შემოატრიალა უცებ ჩამისვა და გეხვეწებიო წაგიყვანო და ძალიან უხერხულობაში ჩავარდი ახლა ის ვიღაცა კაცი გადმოსვა მანქანიდან მე უთხარი წამოისწავიყვანო და არა მე უნდა წაგიყვანო რაღაც უნდა მოგიყვეო რა სანამ მიმეყვანა რა მომეყვა ეგეთი რამე რომ ძმისშვილი მყავდა გოგო ფეხებს წართმეულ რა უყურეთო მაგ ფილმსო რა ხო და მითხრა ბიძი ხო დავდგებიო ფეხზე და მე უთხარი ყველაფერს ვიზამო ბიძი რომ დაგაყინაო და წავიყვანეო გერმანიაშიო შევძელიო ოპერაციაო და დღეს ფეხზე დგასო რა და მე მაგ ფილმმა მომცავო შეგნებაო რა და მე ხა ცრემლი მადგება რატო ვისაც იმედი მიცა მაგ კინომ ლევანს მინდა დიდი მადლობა მივცე რა ყველასგან მთელი საქართველოსგან პატივი და მადლობა რომ შექმნა ის ფილმი რომელიც იმედს აძლევს ადამიანს ამდენს უთქვია გინაშენთვის ჩემთვის ეკლესია სად არის სადაც იყავით მე არ ვიცი ერთი 10000 კაცი აქ მოწერილი Facebook-ში იმაში და ეძებდნენ და ეკლესია სადაც გადავიღეთ ფილმი და აღდგა ბოლო მაშინ გუმბათიც არ ქონდა თუ გახსოვს შენ ჩამონგრეულია გუმბათი დღეს ქვია მამაშვილობის ადიხარ იქ და ღვთისმშობლის მონასტერია და ბერები ცხოვრობენ და ეს ეკლესია გამოყოფილია გვერდზეა ცალკე ეზო აქვს და დამპირდნენ რომ იქ ჯაჭვს დაგიდებენ რუსთავის მერი დამპირდა ერთ დროს მაგრამ მე მგონი დღესაც არ არის ჯაჭვი იმედის ჯაჭვი და რომ მიდიხარ ეს თვითონ მამები გეუბნებიან რომ თქვენ ტაძარსო მამაშვილობის ტაძარი დაერქვაო რა იმდენი ხალხი მოვიდაო და მამაშვილობის ტაძარი სად არისო რომ თავისით დაერქვაო ეს სახელიო რა ხო და ეს არის წმინდა გიორგის ტაძარი მამკოდაში მინდა ვთქვა იმიტომ რომ ბევრს მაგრამ ერთი რამეა ნებისმიერ ადგილას ნებისმიერ ეკლესიაში წმინდა ადგილას სადაც გულით მივა ადამიანი და დაიჯერებს რომ ღმერთი გვერდში დაუდგება ყველგან დაუდგება უფალი და ამას მართლა არ აქვს მნიშვნელობა მამაშვილობის ტაძარში მივა თუ ქაშვეთში შევა სიონში თუ ნებისმიერ გერგეძე არ აქვს მნიშვნელობა და მთავარია მთელი გულით შესთხოვოს უფალს გაიხარე გიო ჯიგარი ხა შემოგეულო შევიცავი მოინანიოს იმიტომ რომ ყველა ჩვენი დაავადება არის ჩვენი ცოდვის ნაწილი მაგაზეა იქ ფილმი ზუსტად რა აი ყველაზე ახლო რომელი პერსონაჟი იყო შენთან ახლა რამდენი როლი გითამაშია რა ვიცი ის ძალიან ახლო იყო იმიტომ რომ პერიოდიც ისეთი იყო ორმაგის სახე შენ გახსოვს გადაღებებზე ერთი-ორჯერ ავტომატებით მოგვივარდნენ კამერა ვითომ წართმევა და მე და ლევანას მოგვიწია მართლა იარაღებით გაკაჩვა გამოკაჩვა და იმას ბენზინის გამო გვალიას თავში ესროლეს მე და გვალი კალონკაზე მივედით და ჩაგვიჭრა ვიღაცა პოლიციელმა და ნუ ვასხავთ ბენზინს და უცებ ჩვენი შლანგი ამოიღო თავისაში რაღაცა ჩათხარა და გვალიამ რა შვებიო ბიჭო და რა შვებიო და გააზრო მაგარო და თავში ესვრის და ვეცი ხელში და გვალიას იმხელა თავი აქვს შანსი არ არის ვინმე მააცილოს და ესე შვება ამ თავს აქეთ იქით რა შვებია უბრალოდ და ის კიდე თავში უმიზნეს ისროლა ბიჭო ხელი აუკარი და გაისროლა და ეგეთი დროა ეგეთი დროა ბენზინის გამო კლავენ რა ეგეთ დროს გადაღებული კინოა იყო ეგეთი ბატონებოდა კალდობო ნამდვილად ბევრი ხართ მაგის მომსწრე იდება უფალს რომ საერთოდ ცოცხლები ვარ მაგრამ ეხლა ეს პარამეტრებს ვილაპარაკოთ რა რა თქმა უნდა ეხლა რა მინდა რომ გითხრა ეხლა აი ეს ბევრ როლებში ხარ ეს ბოლოს უსაშველოებმა
ეხლა რა გააკეთა მეორე დაბადება არისო ვიღაცა მეთქა სადღაც ახალი გამოსული ნახვა ახლა არის საოცარი და ეხლა მე მაგალითად ვერაფერს ვერ ვიტყვი ისეც რა აუქს რა ძალიან გემოვნებიანად არის არა აქ ამას პრეტენზია მხატვრულ კინემატოგრაფიულ ვიღაცებს რო აქ რო დადიან ტელეკინო ყველა რო ეგეც ძლელია რომ აი მაკეთ არ წახვიდე არ წახვიდე ოტარიოს ელიანის შთამომავალი რო ხარ და იქით არ წახვიდე ხო რა კარებს რო აჭრაჭუნებ კინოში რა მოკლედ კი რა ხო და სულ რო წვის რა არა ისე გეუბნები მოკლედ მხატვრულ კინოსაც დავიზრებული აბა გასაგებია მაგრამ აქ არა აქ აჩი რა რატო ვერ იღებ აი სერიალებს რომ იქ ეხლა საოცარი სერიალები იღებ არა 2 მილიონი თუ რაღაც ნახვა ქონდა რაღაც რა ხდება ხალხს აინტერესებს ამ უსაშუალო აი წარმოიდგინე 500,000 ლარად გადაღებას მეც გაგზელება არ იქნება ეს რო 6 სერიაზე გადაიტანო 100,000 ლარიც არ არის ეგ რო დოლარში გადაიყვანო სადღაც სასაცილო 30,000 დოლარი ერთი სერია რო ვინმეს რო უთხრა საზღვარგარეთ 30,000 დოლარად სერიას გარდა გასპონსორებს მარტო გონორარია რა უნდა გადაიღო გონორარია მარტო ან რეჟისორის ან ვიღაცა მსახიობის უბრალოდ ერთ 10 სერიაში რო გადაიღეს მინიმალური ერთი კაცის გონორარია ბიჭო ერთი კაცი არც არის ბიჭო ზოგი მილიონია ზოგის გონორარი დღეში დღეში გააჩნია ვინ თამაშობს ხო ნუ არ არსებულ თანხაში გაკეთებული სერიალია რომელიც ვიცოდით რომ რაღაცა ეკნებოდა ამას რა წარმატება არ გვეგონა რომ ამხელა ეკნებოდა მართლა არ გვეგონა იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი ხალხი მონატრებულია სიცილს მე ძალიან იუმორი იყო ძალიან წასული კუთხურისკენ რა კახური იმერული გურული რაღაცა და ცოტა ხშირად უგებოვნებ ხო და შეიძლება ითქვას ხო მაგრამ იმიტომ რომ სხვა იმას არ აძლევდნენ მიმართულებას და თბილისური აი ეს რაღაცა რაც ყველა უბანში ხდება ეხლა მამა ჩემი მე ვინ რა მამასაც ვთამაშობ ხო ლადო კერვალიშვილის ვესაუბრები ეგ მამა ყველა უბანში ყავთ ეგეთი მამა და შვილი რა იმიტომ რომ ახლოა რაღაცეები არის პირდაპირ ზაზა მამას წინათ ილაპარაკა შენთან ეხლა ბაქიდან ლანდოსგან არაფერი ახლო არ არის ნუ გადავ არა ჩემთან არა ხო სხვა რამეს ვიძახი მაგრამ ბევრი რამე არის ხო ხტები ისეთი აღებული პერსონაჟები ყოველ შემთხვევაში კარგად ქონდა დასმული ის მდგომარეობა მიდი აი ესეთი მინდა იყოს ტიპაჟები ქონდა ზუსტად დანახული გაიგე ანუ არსებული ხალხიდან არის შექმნილი ხო და ეხლა გითხარი მომავალზე მაგის მომავალზე გითხარი რა გაგვაჩერე ეგეთი რამე მე საერთოდ სოფლიოში არა მეორე შენ წარმოიდგინე 2 მილიონმა კაცმა ნახა რაღაცა 2-3 თვეში ხო რა 3 მილიონი ვარ საქართველოში მაცხოვრებელი აქედან 70%-მა ნახა, ნუ დანარჩენი ან აღვან სკლეროზი აქვს ბებრებს და ვეღარ ნახულობენ. ისეთი ხალხია, ვისაც ყველამ ნახა, წარმოიდგინე რა, 70%. ან აღარ არის ამ ქვეყანაზე და ვეღარ. ხო, 50%-მა ხო ნახა 5 მილიონის სიტყვაზე რა, 40. არ არსებულ რამეს ვიძახი ეხლა. არა, გაგრძელება არ არის. ამის რეკლამებებში არ გამოყენება ქვეყნისთვის, ან ესე რაღაცა ტაბუს დადება და საერთოდ დახურვა. ნოემბრიდან აღარ დავფინანსდით. კი იქნება, არ იქნება 1 თვე, 2 თვე იანვარში დაგაფინანსებთ, თებერვალში, მარტში, აპრილში. ხო და ნუ მივხვდით 8 თვე ეგრე შუაში გავჩერდით. ძნელია ხო იცი სერიალიც 8 თვე გავჩერდით, მერე გავაგზავნე. ხო შუაში ფული არ მოგწეს, ანუ რაღაცა მოგწეს 200,000 გავჩერდით, მერე კიდე 40,000 ჩაგვირიცხა ესე გვაწვალეს. უწაობა მოგეს. ხო, როგორც გვაწვალეს. კაი რა, ნუ გვაწვალეს, ვიწვალეთ. ერთი წელი დავხარჯეთ დაახლოებით მაგ 6 სერიაზე. ნუ იგივე მეორდებოდა 8 თვე ისე ვარ გვაფინანსებდნენ და ნუ ალტერნატივა გამოვიდა რომ გადავიღებთ ერთ ფილმს, რომელიც გამოვა კინოთეატრებში, იმპულს ალბათ იმედია ამოვიღებთ. რაც დაგვიჯდება და დანარჩენი ტელევიზია და უკვე შეძლებს რომ როგორც კინოფილმი და ფესტივალებზე წავა ან რაღაცა სიზავს და დააფინანსებს ალბათ ტელევიზიები იმას რომ გაშვებები იქნება იმიტომ რომ სერიალს ვერ უშვებთ იმიტომ რომ უწმაწური სიტყვების და ბევრი რამის გამო ეგ არის გახდა YouTube სანახავი და იმიტომ რომ ეხა მე მქონდა სხვათა შორის რაც ვერ გადავიღეთ იქ იწყებოდა როგორ სერია რა
შვილებს უწყებდით თქვენ თეთრი ბაზებოდა თქვენ ოღრაშებოდა შვილები რა ენაზე გველაპარაკები მამა აბა მეთქი სერიალებში იძახია რომ ძალიან ბევრი გინებაა თქვენ ბოზებოდა ბოზი იცი რას ნიშნავს შვილობეუნები და რას მამა და ლამას რა ლამაზი ხარ შენ ბოზო ეგრე იწებოდა სერიალი ნუ ეს აღარ გააგზელეს მე რა კიმშიძე უნდა გამეს ცოცხლებინა ის ნახულობდა სიზმარში რომ კურდი გახდა იქ სადღაც სტამბოლში ხოდა ისა იმედში აუ ის გაუშვით რა ეხლა თუ ეს ყველაფერი გიორგი შემოძმაო ერთი გაუში მე და ეს რომ რა ქვია ტყვიას რომ აყლაპებს აგი ეგ ანდე შეგედეგი რას მიშვი დეიდახე ბოდის გიხდი შემოძმაო როლია თან ვარ ტატიანას სადარბაზოში ტატიანას სადარბაზოში მოვიკითხო ტატიანას გაუბარდოს გადავიდა ტატიანა გადავიდა ვიცი მაგრამ იქვე ახლოს ხო მაგრამ ვაკეს არ უღალა ხო ვაკეს არ მოშორ აგი დროზე გადამაყლობეთ თორე წავიდა დრო ბოზო ქირურგი კაცი და პირი გააღებს გამომართვე აგი გიდი რა დროზე პირი გააღე ჩემი ეკი კაც მომადგა ვიღაცა გატახსირე კოლერი გატახსირებული რა გერქვა ტერეზაო სულაო მაც ტერეზა გაბო ახლა არის ტრეზო მაც ტრეზორა მაც ტრეზო ჩვენებას თუაშეს ხოდა ბობისვიდე და ისა რა ქვია არა იქ უსაშველოებზე უნდა მეკითხა და დამავიწყდა იქ ამბნევ რა გიო ეს იგი როგორ წამყვანი დამაბდურე დღეს ბატონებო ჩამ აი დამაბნია გიო ესე იგი ესე იგი ამაზეც გეტყვის არა ამბობენ რომ რომანტიზირება ხდებაო ბიჭო ამ ქუჩური ამბებისო ეხლა ამ სერიალში მე არ დავეთანხმები არა პირიქით ბიჭო დაცინვა ხდება იმისი წიწა მოწევა ხდება ამ ამბების რაღაცები საჭი წიწა მოწევა კი არ ხდება იუმორი და ის ბავშვებიც ამას იუმორით ამბობენ ვიღაცას გონია რომ რახან ჩემს სიწყებს იმეორებენ და ნიკივა ლაუდა და ძინავთ ბოზებს და რაღაცა გონიათ რომ ამის 60 იუმორია ეს არის პირიქით დაცინვა შენ როგორ იქცევი იმაზე აბარა თან გემოვნებიანი დაცინვა ხო ზუსტი პროტოტიპები მაგას ვიზახი მაგიტომ მესიამ უნდა გახარებული იყავი მაგას და კი არა იქიდან შავები რეკავდნენ გდებოდნენ სიცილით იმათაც რო ეცინებათ უკვე თვითონაც ხო ყავთ ეგეთი ტიპები ვეჭნი მომავალი ვიღაცა კაიგე ეს ტიპაჟებიც ისეა აღებული რომ ეს ყველაფერი გადადის იუმორში და ბევრისთვის ის რაც ავაშკაცოა ხდება პირიქით დასაცილი და იუმორში მისაღები. რა ვიცი, ცუდი არ არის, მე მგონი, მაგის შიში არ არის, აქ უფრო პოპულარობის ბიჭო, ნიჭიერი კაცი. მიზეზია. მაცალე ხარ, ნიჭიერი კაცი ხარ და მაინტერესებს, აი, როგორ ფიქრობ შენ რამდენი პროცენტი გამოიყენე შენი ცხოვრების? აი 100, 80, 70 30 სადღაც. მე ბიჭო ხატავ იცი შენ ბავშვობიდან და ვერ მივახციე იმ მდგომარეობამდე რომ ისეთი სიმშვიდე ვერ დავისადგურე. რაღაც პერიოდები მქონდა და პერიოდებში ხატავდი თქვა თამრიკო და მე რო ვიყავით ერთად. მე სახელოსნოს მქონდა და რაღაც პერიოდი რაღაცებს ვქნიდი. მაგრამ ეხა ისე ვარ ბოლო 15 მერე დედაჩემს ინსულტი ამერიკაში რაღაცა დავდიოდი ვეღარ წავედი იქ მივატოვე სწავლა ყველაფერი იცი შენაც ამერია ხოლმე ნუ აქ დავრჩი და ვარ და ეხა რაღაცნაირად უძღვები მაგრამ ვერ ვხატავ პოეზია ვწერ იცი არც ვაქვეყნებ მართალია მაგრამ კი როგორ არ ვიცი წერ რაღაცებს წერ ხო და ამ წერასაც მდგომარეობა უნდა რაღაცა უნდა მარტო დარჩენა მარტო ვეღარ რჩები 200 კაცი მახვევია სადღაც ხო უნდა დაწერო ეს ან დახატომი თუ მეტეს ხატო კრუგლას უტოჩდაო რო იტყვია რა ეგრე რა სულ გახვევია კრუგლას კი ძილში მელაპარაკებია ზოგჯერ წევა და მეულები წადი მძინავს აღარ მესმის ეგრე ცხოვრობს რა საბოლოო სასაკში და შეიძლება უწევ კლუბში გაიჩითოს რა და ხო რა დავაი დუ უბერავს დიშ რა მე ასე თან ხშირად არც ისე ისე ხო
გადაცვალე ჯადი ეს არის ნუ რა გინდა ენერგიაა რა ეგეთია რა კაცი და ღმერთმა გაგიბაჯოს დიდება უფალს დიდება და მადლობაც მე მყავს 9 წლის აი უკან რო გადაახვიო ცხოვრება აი რას შეცვლიდი აი არაფერს ისევ წამოხვიდები ისე მაშინ არ გადაახვიო აღარ ვახვევ საგაივლის ბიჭო მაგაში თავიდან მე ის არის შეხედე რა ხდება მე ვცხოვრობდი როგორ ქალაქში ჩემი საძმაკაცო სიგარეტის წევა რო დავიწყეთ პაჩკას რო ვიყიდით შეიძლება 5 კაცზე ან 10 კაცზე ერთი პაჩკა იყო მაგრამ ერთ ღერ სიგარეტს ვიღებდით და სადღაც ვდებდით ამაღლებულზე რომ ვიღაცა უსიგარეტო რო გამოივლიდა იმისთვის და როგორ წესი 10 პაჩკა გვეყიდა ყველა თავის პაჩკიდან რა მოიღებდა დადებდა და ერთი გვეყიდა იგივე ხდებოდა ეგ იყო ერთმანეთზე გაფრთხილება რა სასაფლაოებზე დღეს ადიან და მიდის პურმარილების გაშლა. იქ არავინ ერთ ჭიქას თუ დალებდა და წააქცევდა და ის რაც აქონდათ კვერცხი პასკა ის უტოვებდნენ უქონელ მე ადიოდნენ მათხოვრები ხალხი ვისაც უჭირდა და ის საჩუქარი იყო ანუ შეწირვა მიდიოდა ანუ რაღაცებს ეცვლება ფორმები, ეცვლება სახე და კარგავს იმ დანიშნულებებს რისთვისაც რაღაცა. აი მაგას გიგოს ფილის ახალი კაი ეხა რა. აი ახლა რას ხედავ კარგს. კარგს რას ხედავ რა. კარგით როგორ შეიცვალა თბილისი ახლა თქვა. არა, ლამაზდება და ორი აზრი არ არის და ბაღები კეთდება და ევროპული სახე ეძლევა. ეხლა ასე თუ ისე იყო სოციალისტური ბანაკში. აი როგორც რუმინეთია დღეს და რაღაცა ქვეყნები, მოლდავეთი და როგორც ჩარჩა ქვეყნები და ვერ განვითარდა. ანუ ვითარდება ქვეყანა ყველანაირად წინ მიდის, რაც თავარია, მშვიდობა გვაქვს, რაც არ გქონია. საუკუნეები კი არა, მე მგონი რაც ვარსებობთ, ხო და მშვიდობა გვაქვს რა და ხანგრძლივი მშვიდობა ჩვენ ქვეყანას, მით უმეტეს თუ ხალხი, ეკლესია და მთავრობა ერთად ქართული საქმისთვის დადგება, ერთად დადგება, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პერსპექტივა, რომ ვიყოთ კავკასიის ცენტრი, რომელიც მშვიდობის გარანტიც იქნება, ბევრი ურთიერთობების დალაგების, დიპლომატიური მნიშვნელობაც ექნება და ჯერ ეს ერთი გამტარი ვართ ძალიან ბევრი ქვეყნის დამაკავშირებელი და ეგ ყოველთვის გვაძლევდა იმიტომ ვართ ცოცხლები და გადარჩენილები და კულტურების გაცვლა ხდება ჩვენთან ძალიან ხშირად ამიტომ ვართ ნიჭიერი ხალხი და ამ კულტურების გაცვლაშია ზუსტად ჩვენი დახვეწილობა იმის რომ როგორ მოვექცეთ აზიელებს ვიცით და ასევე როგორ მოვექცეთ ევროპელებს ხო იქ უფროს რო პატივი უნდაცა მის ქალს რო არ უნდა შეხედო ევროპელის ქალს პირიქით უნდა მიაშტერდა იმიტომ რომ იმას უხარია რომ ლამაზი ქალი ახლავს და აზიელის ძოლს არ უნდა უყურო იმიტომ რომ იმის შეურაცხყოფ ხო დღედაღამე რო უყურო ხა ჩეჩენი აგიშდი ჯერ ეს ერთი იმით უაგრო არ უყურო რაღაც ჩადრა და თუ ჩადრა არა აქვს და მიაშტერდი დაგჭრის ალბათ გასაგებია ეგ ყველაფერი კაი შეუძლია ანუ ყველაფერს დავის ადგილი აქვს და წესი აქვს და ჩვენ ეგეთ სამყაროში ვცხოვრობთ ეს ყველაფერი ასე თუ ისე ვიცით რა და უფროსის პატივისცემაც ვიცით, რასაც გვიქრობდნენ. ძალიან ევროპელები ხარ და აქ არ შეიძლება. მე ვამაყობ იმით, რომ პატარა რო ვიყავი მოხუჩქალს, ან მოხუჩქალს რო დაუნახავდი მძიმე რამე მიქონდა, დავეწეოდი, ვართმევდი და სახლამდე მიმქონდა. და მეხუთე სართული იყო თუ მაშინ ლიფტები არ იყო, ამ მქონდა და აუტანდი და დაუდებდი და იმათი დალოცვილი თუ არ ცოცხალი რო ვარ, რომ შვილო ღმერთმა და შენი მშობლები და შენი იმიტომ რომ შენი აღზრდელი, იმიტომ რომ აღზრდა კულტურა რა და ეს თუ შინაგანად არ გიდევს რა არანაირად სხვანაირად არ გამოვა რა ცხოვრება რა. დალოცვილი უდაოდ ხო შეგაგავათები მაგაში. მომავალზე რას გავწყინდება ჩემი ქვეყანა. მომავალი გავწყინდება საერთოდ. რატო გავწყინდება? შენ პირადად რას აპირებ? რამე ხო არა გეგმები. თუ ჩემი ქვეყანა გავწყინდება მე კარგად ვიქნებ. მაშინ რატო მინდა კიდე ერთი აუცილებლად თქვა. ჩვენ ვართ ის ქრისტიანული სამყარო, რომელმაც ზიარება პანდემიის დროს კარი არ დაუხურეთ. პატრიარქის უდიდესი სიმძნე მე მაგის ჩოხოსანიც ვარ იცი და მისი პირად დაცვაში ვარ და როგორც მეტყვის იმ წამს არც დავფიქრდები ისე ვარ სიკვდილზე წამსვლელი. თუ ეს ჩემ ქვეყანას და ეკლესიას დაჭირდება და პატრიარქის უდიდესმა სიმძნემ
დააკეთა ის, რომ საქართველოს არ დაუხურა ზიარებას კარები. აბსოლუტურად. ღიად ჩანს იქ. ხო. და სერბეთმა აგვიბა მხარე. შენ ნახავ რომ ეს ორი ქვეყანა, ეს ხო უფალმა დაინახა, ეხლა ვიღაცას წამს ამის და ვიღაცას არ წამს. ეს უფალმა დაინახა და ნახავთ რომ ეს ორი ქვეყანა აუცილებლად გავა. ვიღაცას არაფრის არ წამს რა. ხო, თქვა ღმერთმა თავის გზაზე ყველას გაუმარჯოს, მაგრამ მე ვიცი რომ უფლის ნებით ეს ქვეყანა და სერბეთიც აუცილებლად გავწყინდება. გენაცვალე მე შენ გიო დიდი მადლობა რომ მომზადებისთვის აგერ ვილაპარაკეთ ვისაუბრეთ ღიად ნამდვილად გულღიად რა რაც შეგვეძლო შემოგვაწონებო მოგეწონათ არ მოგეწონათ ჩვენ ვიქნებით ყოველთვის დაფასებული თუ მოგვისმენთ მაინც ზოგი ისე არ მოგეწონებათ ჩვენი დათქვამის ზოგი რას დავარია ძალიან გვიყვარს ხო რას დავარია ძალიან ქრისტიანია კიდევ ჩვენი სამშობლო ადამიანი ქრისტიანია კიდევ ერთხელ შემოგვაწონებო ეს არის 98 და 5 შემოვატოლო გადაცემა არის ჯაპანას პაპანაკება და ჩემს მერე ანონს გავაკეთებდი რომ ეკავებ ხვაზეს დარჩით ჩვენთან თუ შეიძლება უმზიდეთ ეკავებ ხვაზეს აიხარეთ აბა